ჩვენ ამ მანიფესტის ავტორები ფსეუს სხვადასხვა ფაკულტეტებისა და კურსის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტში დღეს არ არსებობს აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიის პრინციპი. უნივერსიტეტი, რომელიც თავისი შინაარსით ახალგაზრდა და მოაზროვნე გამოდის სწავლულთა საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც მიზნად მოაზროვნე პროფესიონალი ჩამოყალიბების პირობებს უნდა ქმნიდეს. დღეს რეალურად იდეოლოგიური აპარატია ძალაუფლების ხელში. ჰორიზონტალური და თანაწოლი თვითორგანიზაციის პრინციპების დაცვა, მოქმედებს ვერტიკალური იერარქია. ეს იერარქია მართვაში ბრძანებისა და დირექტივის, ლექციებზე კი მონოლოგის პრინციპს ეხება. ინსტიტუციონალიზებული დებატების, ექსპერიმენტების, კვლევის იგნორირება და პროცესის დაყვანა ინფორმაციის მიწოდება მიღებაზე, სრულიად წარმოუდგენელს ხდის საგანმანათლებლო პროცესს. სწავლის საბოლოო შედეგი უკეთეს შემთხვევაში ძალაუფლების ნების აღსრულებელი, ვიწრო სპეციალისტის მქონე სპეციალისტია და არა თავისუფლების და მოაზროვნე, მაგალი სამოქალაქო შეგნების მქონე მეცნიერი, რომელსაც ძალა შეეწევს საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. მეტიც, აკადემიური თავისუფლების, კვლევისა და გამოხატვის უფლებების შესახებ საუბარი სასაცილოდ კი იქ, სადაც საკუთარი აზრის გამოთვლის გამო ადმინისტრაცია ვერ იცავს სტუდენტების ფიზიკურ ფორმირებისაგან. ყველა ვისაც შეხება ქონია უნივერსიტეტთან და ამავე დროს ძალაუფლებასთან პირადი ინტერესებით არაა დაკავშირებული. დაგვეთანხმება ამაში. ცხადია, რომ სისტემა არანაირ დათმობას არ აპირებს და ერთად გამოსავალ გვიტოვებს. თავად ვეცადოთ შექმნათ ახალი საგანმანათლებლო რეალობა, რომელიც იმ მიზანთან მიგაახლოვებს, რისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციის თეორება და რის გამოც უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. ამ მიზნით დღეს ჩვენ ვაარსებთ თვითორგანიზებულ ჯგუფს ლაბორატორია 1918. ლაბორატორია 1918 იქნება სტუდენტთა და პედაგოგთა თვითორგანიზაციის პრინციპზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცის მოდელი უნივერსიტეტში და უნივერსიტეტი გახდება სამოქალაქო საზოგადოების ავანგარდი. სწორედ ამგვარ უნივერსიტეტს იმსახურებს საზოგადოება, რომელიც უარს ამბობს თვითმმართველობისა და ძალისადმი მორჩილებაზე და ორიენტაციას იკრებს განათლებასა და თავისუფლებაზე. დიდი მადლობა. დღესდღეობით უნივერსიტეტი ფაქტობრივად არის სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც დაქვემდებარებულია განათლების სამინისტროზე და იგი ასრულებს პირდაპირ განათლების სამინისტროს დირექტივებს. ამის გამო უნივერსიტეტში შეუძლებელია შეიქმნას ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც რეალურად შესაძლებელია რომ სტუდენტმა მიიღოს რეალური განათლება. შეიქმნას აზროვნების სივრცე. ანუ აქ ლექციები ტარდება მონოლოგის პრინციპზე, ინფორმაციის გადაცემის პრინციპზე და სტუდენტს საშუალება არ აქვს ჩაერთოს და განიხილოს ის რეალური პრობლემები, რაც მას აწუხებს. ძალიან დიდი პრობლემა არის ის, რომ უნივერსიტეტმა დღეს დაკარგა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. იგი ვეგარდის აქტიურ მოქალაქეს. ლაბორატორიაში გაერთიანებული ვართ სტუდენტები, უნივერსიტეტის სტუდენტები, სხვადასხვა ფაკულტეტის და სხვადასხვა კურსის სტუდენტები. გაერთიანებულად იმ პრინციპით, რომ ყველას გვაქვს საერთო პრობლემები და საერთო მიზნები. ეს არის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემები და მათი გამოსწორება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის განათლება.